ჩემო პატარა მეგობრებო, ამ თოლმა ერთი იგავი მომაგონა, ესე იგი იყო და არა იყო რა, იყო სხვადასხვა მეტალები, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ჟანგიანი რკინა, იგაურად შურიანი ადამიანია, შური რო ჭამს. იყო რეზინი, ჩვეულებრივი. მერე თოვლი მოვიდა და ეს ყველა ნივთები, ყველა ეს ნივთი თოლმა დაფარა. თოვლის ქვემოდან ყველა ყვიროდა მე ვარ ოქრო. ოქრო ვარ, ოღონ ოქროს გარდა ყველა ყვიროდა ამას. მერე უცბად რომ არავინ მოელოდა, აი ხასუსამ, მაშინ როდესაც არავინ მოელოდა, ზე ამოვიდა. და ზე რომ ამოვიდა, გაგიკვირდებათ, მაგრამ თოვლი დადნა. თოვლი რო დადნა, ყველაფერი გამოჩნდა ძალიან კარგად. ოქრო რომელი იყო, რომელი სპილენძი იყო, რომელი ვერცხლი იყო და რომელი უბრალო რკინა. ყველა დადუმდა. ოქრო იმიტომ დუმდა, რომ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა, ისედაც ყველამ გაიგო, რომ ოქრო იყო. დანარჩენები კი იმიტომ დადუმდნენ, რომ ხმას ვეღარ იღებდნენ სიცხვილით, რომელიც ოქროობას იჩემებდნენ. ეს ადამიანები ვართ. ჩვენ ყველა ვამბობთ რაღაცა ვართ, ისა ვართ, ესა ვართ. აი მზე რომ ამოვა, ანუ ქრისტე რომ მეორედ დაბრუნდება, მაშინ გამოაჩენს ვინ რა იყო და რას აკეთებდა. ბევრი საქმე გამოჩნდება, კეთილიც და ბოროტიც, არც ერთი არ დაიფარება. რეზინზე უნდა გითხრათ, აი ერთ-ერთი ხო რეზინიც იყო, ეს მეტალი არ არის. ეს დენს არ ატარებს. ესე იგი, ადამიანი, რომელიც წინაპრებისგან ვერ გაატარებს მადლს და მომავალ თაობას ვერ გადასცემს, ეს არის ის რეზინი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, მე დროეა, მარტო დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს მომავალ თაობას. არა წინაპრებისაგან მიღებული მადლი ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ. ეხლა მანქანა უკვე დატვირთეს და ვაგვიანებ. აბა კარგად ვიყავით.